გამარჯობათ, ჩემო გამოწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ დღევანდელი ახალი მთვარე. მოგეხსენებათ, დღეს არის ახალი მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში. მაშასე, რისი მომტანი იქნება ეს პერიოდი თქვენთვის. ნახოთ. იმისათვის, რათა ასე ვთქვათ, დაადგინოთ, თქვენ გეკუთვნით თუ არა ეს ვიდეო, ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. რაღაც სტაგნაცია ახლა თქვენ ცხოვრებაში, ანუ პერიოდი, როდესაც არ არის აქტიურობა და არ ხდება რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობები და მოქმედებები. თქვენ რაღაც პაუზა გაქვთ, თქვენ გაქვთ რაღაც ტაიმ-აუტი ცხოვრებაში, შეიძლება ასე ითქვას, რაღაც პერიოდი გაქვთ ისეთი, როდესაც თქვენ ელოდებით შესაფერის მომენტს, რათა იმოქმედოთ. შესაძლებელია ძირითადად დაკავებული ხართ მედიტაციით, ლოცვით, რაღაც სულიერი პრაქტიკებით. შესაძლებელია სწავლაც იყოს ზოგიერთი თქვენგანისთვის, რომ რაღაც პრაქტიკას გადეხართ სწავლის კუთხით. კიდევ ნახოთ ერთი კარტი თქვენი სიგნიფიკაციის. თქვენ გაქვთ უდიდესი ენერგია, უდიდესი ძალა არის თქვენში ეს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი მიზნის მიღწევა, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. რაღაც დიდი შინაგანი ცეცხლი გაქვთ, რომელიც აქტიურდება მაშინ, როცა არის ამის საჭიროება. ანუ როცა რაღაც არის თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რომ საჭიროა გამოავლინოთ თქვენი უნარები და იმოქმედოთ. დაახლოებით ესეთია თქვენი სიგნიფიკაცია, ძვირფასებო, ვინც ამოიცანით თქვენი თავი და ვინც მიხვდეთ, რომ თქვენ გეხებათ ის, რაც ვისაუბრე, განაგრძეთ ნახვა. ვინც არა და რა თქმა უნდა ასკროლეთ. მაშასე, ვინც ამოიცანით თქვენი თავი, რას მოგიტანთ ეს ახალმთვარეობა თევზებში თქვენ? ფინანსებია, ძვირფასებო, რაღაც სტაბილურობა, ფინანსები. ან შესაძლებელია ეს იყოს ადამიანი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში დაასტაბილურებს ფინანსურ საკითხებს. შესაძლებელია ეს სამსახურსაც ეხება და რადგან პირველივე არკანი ამოვიდა ფინანსებზე, მოდი კონკრეტულად ვიკითხოთ, ვინც მუშაობთ, რა თქმა უნდა, ვინც იწყებთ უახლოეს პერიოდში, დაუშვათ უახლოეს 1 ან 2 თვის განმავლობაში, ვინც სამსახურს იწყებთ არამე ბიზნესს და ზოგადად ვინც მუშაობთ უკვე, თქვენთვის სამსახური, კარიერა, ფინანსები, რა ცვლილებებს მოგიტანთ ეს ახალმთვარეობა ამ კუთხით. არაჩვეულებრივი კარტია, ძვირფასებო, შეხედეთ, ეს არის ჰერმიტი, უმაღლესი არკანი, ულამაზესი, არ ვიცი რამდენად ჩანს მან. თქვენ ინტელექტის, თქვენი გონების ხარჯზე, სამსახურში, კარიერაში დაწინაურდებით, ვინც უკვე მუშაობთ, თქვენ ხართ სასურველი კადრი ყველგან, სადაც არ უნდა მიხვიდეთ ფინანსურ საკითხებში და სამსახურის საკითხებში და უახლოეს პერიოდში, აი ეხლა ზუსტად დღევანდელი დღიდან იწყება თქვენ ცხოვრებაში ერა, როდესაც იწყება თქვენი აღმასვლა კარიერაში. კარგით. კარიერის და ფინანსების გარდა სხვა რა ცვლილებების მომტანი იქნება ეს ახალმთვარეობა თქვენთვის. ძვირფასებო, ერთმანეთზე უკეთესი არკანები ამოგდით, აი შეხედეთ ერთ-ერთად. ეს არის იმპერატრიცა, ნახეთ, დააკვირდით კარგად. ეს არის იმპერატრიცა, უმაღლესი არკანი ასევე. რას მოწმობს ახლა ეს რა ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში? გემატებათ თავდაჯერებულობა, გემატებათ სტატუსი საზოგადოებაში, თქვენ ასე ვთქვათ, უფრო მეტ პატივისცემას იკარებთ, ასე ვთქვათ, საზოგადოებისგან. თქვენს გარშემო არის ისეთი მოვლენები და ისეთი სიტუაციები, რაც ხას უსვამს იმას, რომ თქვენ ხართ ღირსეული, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს.
ნუ მამაკაცების შემთხვევაში ხა ვინც თვალყურს მოდევნებთ მამაკაცების შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში ქალბატონმა ითამაშოს რაიმე მნიშვნელოვანი როლი. ეს შესაძლებელია იყოს როგორც დედა და ანუ გენეტიკურად თქვენი ახლობელი ნათესავი, ასევე შესაძლებელია ეს იყოს ცოლი, მეუღლე, კანონიერი მეუღლე. კარგით, კიდევ რა ცვლილებებს მოგიტანთ თქვენ ეს ახალმთვარეობა? ნუ რაღაც შიშები არის აქ თქვენი მხრიდან ძვირფასებო, რაც თქვენ გაჩერებთ, ასე ვთქვათ, თქვენ ფიქრობთ, რომ იმისათვის, რათა არ განიცადოთ იმედგაცრუება, საჭიროა შეჩერდეთ, აი რაღაც კუთხით არ გადადგათ ნაბიჯები, არ იმოქმედოთ და დაელოდოთ ხელსაყრელ მომენტს, დაელოდოთ იმას, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, აუცილებლად. ოღონდ ამისთვის თქვენ არაფერი არ მოიმოქმედოთ, ეს შედეგი თავისთავად გამოჩნდება. აი რაღაც ესეთი ფიქრები და აზრები არის თქვენს გონებაში. თქვენ გექნება ძალიან ბევრი არჩევანი განსაკუთრებით სასიყვარულო საკითხებში. თუმცა თქვენ ეს არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც არის ეს თქვენ ცხოვრებაში. გჭირდებათ თუ არა, მაინც თქვენს გარშემო არის უამრავი რაღაც სურვილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თქვენთან ურთიერთობის. თქვენ ამსხვრევთ რაღაცნაირად ანგრევთ ასეთ ურთიერთობებს. რატომ? იმიტომ რომ არ გსურთ ერთი და იგივე. და მიუღწეველი ხართ თითქოს აი ამ ხალხისთვის. გყავთ ბევრი თაყვანისმცემელი, ბევრი გეტრფით, მათ სურთ თქვენთან ურთიერთობა მართლა. არის აქ ემოციები და გრძნობები, თუმცა რატომღაც თქვენ აიგნორებთ. თქვენ გსურთ ოჯახში ყოფნა, სახლში ყოფნა. დიახ, ჩემს ძვირფასო გამომწერებო, ბოდიშ გიხდით, რომ დავუპაუზე, ასე ვთქვათ, ვიდეო, განვაგრძოთ. ნახოთ, რას მოგიტანთ თქვენ დღევანდელი ახალმთვარეობა თევზებში. ძირითადად ძვირფასებო, აქ ძირითადად არის ფინანსები. სულ ფინანსებზეა საუბარი. ეხლა გაგიმარტავთ, ესე იგი, ძირითადად რაც მოაქვს დღევანდელ ახალმთვარეობას თქვენთვის, ეს არის ფინანსები. შესაძლებელია ამ მომენტში თქვენ ფიქრობთ, რომ მეტი ფინანსები გჭირდებათ, ან საკმარისი არ არის ის ფინანსები თქვენთვის, რაც გააქვთ. ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, თუმცა არის დარდოთ ძვირფასებო, რაც არ უნდა ბუნდოვანი იყოს თქვენთვის ახლა და გაურკვეველი, თქვენი ბიუჯეტი ივსება, თქვენი ფინანსური შემოსავალი იზრდება. თქვენ რაიმეში თუ მონაწილეობას იღებთ დაუშვათ და ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც იმედგაცრუება თქვენთვის და ამას აზრი არ აქვს და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის, ძვირფასებო. თქვენ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, კონკურენციაში ხართ თქვენ სიმაღლეზე, უბრალოდ თქვენ უნდა, ასე ვთქვათ, აირჩიოთ თქვენი თავი, ენდოთ უბრალოდ საკუთარ თავს, როგორც კი ენდობით და თქვენს უნარებს, რაც თქვენ გაქვთ დააფასებთ, თქვენ ცხოვრებაში მოდის კომუნიკაციები, სიახლეები, სასიამოვნო სიახლეები, შემოთავაზებები და ფინანსები ისედაც მოდის, იმიტომ რომ ყოველი მეორე არკანი არის ფინანსებზე და ადასტურებს თქვენი შემოსავლების ზრდას. მეგისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ძვირფასებო და აი ამ
არკანით და გემშვიდობებით და გისურვებთ სიყვარულს, სიხარულს და